საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სტორი, მე თათია შარანგია ვარ. დღეს მე მამშვენებს იტალიური საიუველირო ბრენდი რობერტო ბრავოს ულამაზესი სამკაული სალსას კოლექციიდან, რომელშიც მოცეკვავე ბრილიანტები ადამიანის მოძრაობის იმიტაციას იმეორებენ. მაღაზია მდებარეობს გალერეა თბილისში. დღეს ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა მაღაზია კაპამ, რომელიც პეკინის 19 ნომერში მდებარეობს. ჩემთვის პიროვნება მაშინ არის ძლიერი, როდესაც ყველაზე მძიმე ვითარებაში წარიკადრებს იმას, რაც ღირსეულ ადამიანს არ შეეფერება. ეს ჩემი დღევანდელი რესპონდენტის სიტყვებია. თუმცა მის ცხოვრებაში იყო ბევრი რთული პერიოდი, რომელსაც ძალიან ღირსეულად გაუმკლავდა. სცენაზე მისი ყოფნა მსმენელისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა, თუმცა არ უყვარს მედია სივრცეში აქტიურობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ დღეს სთორის მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი მაია ჯაბუა, სთორის დღევანდელი სტუმარი. მაია, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი დღევანდელი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ხართ? კარგად, გმადლობთ. მაია, მოდით გავიხსენოთ ის დრო, როდესაც გაყინული დარბაზების სავსე იყო საქართველოში. მართლა საოცრება იყო, იმიტომ რომ მართლა ჩაბნელდა საქართველო, გაიყინა ყველაფერი, მაგრამ დაუჯერებელი ამბავი იყო, ყოველ დღე იყო კონცერტი. Ну, ესეც ალბათ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, ქართველები ვართ რაღაც ესეთი განსაკუთრებული ხალხი ვართ, როცა ალბათ ძალიან გვიჭირს და რაღაცა პოულობთ გამოსავალს, ხელოვნება გვეხმარება, ეს იუმორი ეხმარება, ქართველ სიმღერა ეხმარება და ეს ალბათ არ არის ახალი ამბავი და ეს სწორედ როცა მართლა ძალიან რთული პერიოდი დადგა, აი გამოსავალი ეს იყო. ეს რაღაც გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა ის, რომ ყოველ დღე იყო კონცერტი, დარბაზები იყო სავსე, ხალხით გადაჭედილი, კონცერტის მერე ეს მაყურებელი ბუნებრივია, ფეხით მიდიოდა სახლში, ქუჩაშიც ციოდა, ისევე როგორც დარბაზში, ისევე როგორც ქუჩაში და მაგრამ აი საოცარი სურვილი იყო მოსმენისაც და სიმღერისაც. Ну, ჩვენ უფრო ცუდ დღეში ვიყავით, იმიტომ რომ მაყურებელი პალტოებში ისხდნენ. თქვენ ზოგჯერ. და ჩვენ, ну, აი ამ საკონცერტო კაბებს ვიცვამდით პულოვერის ზევიდან და არ ვიმჩნევდით. Ну, ბოლომდე ეს მაინც სცენაზე რო დგახარ, შენ არა გაქვს. შენ ხარ უკვე მსახიობი და შენ უნდა გამოიყურებოდე შესაბამისად. მართლა აი ამ სიმღერაში და აი ამ კონცერტებში მართლა გვავიწყდებოდა ეს პრობლემები და ერთმანეთს გადავატანინეთ ხალხმა აი ამ თანადგომით, იმიტომ რომ ყველა ერთ პირობებში ვიყავით, ერთნაირად გვიჭირდა ყველას, მაგრამ აი არ ვიმჩნევდით ამას, ну აი ასე. და მაინც ნოსტალგიას იწვევს ეს წლები. რატო ხდება ასე, როგორ ფიქრობთ? ნოსტალგიას ის სიცივე და სიბნელე არ იწვევს, მაგრამ აი ნოსტალგიური არის ის ურთიერთობა, დამოკიდებულება, რაც იყო ადამიანებს შორის, როდესაც მართლა არ ვიცი მე ასეთი ხალისით, ასეთი იუმორით, ასეთი თანადგომით და სოლიდარობა, რასაც ქვია, რაც ჩვენ გვაკლია, სოლიდარობა. აი მაშინ იყო ძალიან დიდი დოზით. მაია, იცით, ზოგჯერ შეგრძნება მიჩნდება, თითქოს განზე გადექით და სცენას აი შორიდან უმზერთ უყურებთ. რამ განაპირობა ეს დღეს? შორიდან არ ვუმზერ, რაღაც მე მაქვს ხოლმე ესეთი პერიოდები, როდესაც რაღაცაზე ვიწყებ ფიქრს, რაღაცა ახალზე და რაღაცა ვაგროვებ ჩემში რაღაცა ეს ხოლო რეპერტუარს ეხება პირველ რიგში და მე რაღაცა აი ენერგიის შენახვას ვეძახი მეც, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ახალი სიმღერები გამუშავო, ახალი არანჟირებები, მოამზადო პროგრამა, ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის აი სოლო კონცერტს გულისხმობ. ეს არის რაღაცა ძალიან ბევრი განცდის, ბევრი ფიქრის ერთად დაგროვება და მე აი იმ რაღაცა ერთი სიტყვით რო თქვა სათქმელის ერთად თავის მოყრა და მე ის დღე დგება, როცა მე უკვე დგები სცენაზე და ვხვდები ჩემს მსმენელს. ყველაზე მთავარს რას ეუბნებით ხოლმე თქვენს მსმენელს?
რა გინდათ რომ გადასცეთ მათ? მე სულ ვიძახი რომ ჩემთვის კონცერტი იწყება დარბაზიდან და აი ეს დარბაზი რომ ივსება, იმიტომ რომ მე თვითონ პატარა რო ვიყავი და აი ამ დარბაზში დედა წამიყვანდა კონცერტზე ან რაღაც სპექტაკლზე, სულ დავყავდი პრემიერებზე, არ ვაცდენდით არაფერს. აი ჩემთვის იქიდანიც მახსოვს მე ეს განცდა საოცარი, აი მართლა ზღაპარი იწყებოდა თუ რაღაცა ესეთი სხვა სამყაროში მივიყავდი აი ამ მზადების პერიოდს, თუნდაც ის ინსტრუმენტები რო ეწყობა და აი ეს ხმები რომ ესმის და ეს რაღაც სიჩუმე რომ დაისადგურებს და მერე იხსნება ფარდა და მერე უკვე შენ უერთდები ამ დაგროვილ ენერგიას და ეს არის იცვლება, ვინც სცენაზე მდგარა, მან იცის ზუსტად მე რასაც ვამბობ და რასაც გულისხმობ და მე სულ ვიძახი რომ მე საერთოდ არ ვამბობ ტყუილს, ან ვამბობ სიმართლეს, ან თუ არ მინდა ვუპასუხო, უბრალოდ არ ვუპასუხებ, მაგრამ სცენა ეს ის ადგილია, სადაც მე ვარ ყველაზე გულწრფელი. დიახ. და მთელი ჩემი არსებით მღერი და მაშინ ხდება ალბათ ყველაზე დიდი სასწაული ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის მართლა თითქოს ყველა ადამიანს გრძნობ სათითაოდ, ყველას განცდას გრძნობ და როგორ მიდის ეს შენი ნამღერი და მე რო გიბრუნდება მათი დამოკიდებულება და განცდა. თქვენ ძალიან პატარა ასაკში შეეხეთ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რასაც ხელოვნება ქვია. თავად თქვენ რა ასაკიდან გახსოვთ თქვენი თავი? რა ასაკიდანაც მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი. ჩემ სახლში მღეროდა დედა და დედის მხრიდან ყველა, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბაბუის ძმები, აი სულ ყველა. და ბაბუას წინადღით ჰქონდა დაბადების დღე, 7-ში ის იყო, 8-ში მე და მახსოვს რომ პატარა რო ვიყავი, ერთად ვიხდიდით დაბადების დღეებს და ძალიან დიდი სუფრები მახსოვს და ეს სტუმრები რო ყველა მღეროდა. ამიტომ ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდი ძალიან ბევრი სიმღერა. ეს იყო იმერული სიმღერები, რომელსაც ბაბუა მღეროდა და მისი ძმები, ვიცოდი რაღაც ქალაქური სიმღერებიც და ნუ ესტრადა თავისთავად, იმიტომ რომ ეს ტელევიზიით რაც მესმოდა. და პირველი ჩემი ესეთი გასვლითი კონცერტები იყო ეზოში ვატარებდით, მე მეორე გვერდზე ეზოში გადავიდოდით და სადარბაზოში მომწონდა ძალიან სიმღერა, იმიტომ რომ აღმოაჩინე რომ იქ კარგად მესმოდა და სულ სადარბაზოში ვატარებდით კონცერტებს. ორგანიზატორული ნიჭი გქონდა? თვითონ აორგანიზებდით ამ კონცერტებს? არა. იტყოდნენ რომ დღეს გვექნება კონცერტი და ნუ მე რაზეც არ ვამბობდი არასდროს უარს, ეს იყო სიმღერა და მე ძალიან სერიოზულად ჩემს საქმეს ვაკეთებდი ბილიკი და საკმაოდ თავისებური ბავშვი იყავით, როგორც ვიცი. ხო? ესეთი. და მშობლებიც გაძლევდნენ იმ ფუფუნებას, რასაც თავისუფალი სიტყვის თქმის საშუალება ჰქვია. კი, ნამდვილად და მე ეხლა უკვე ამ გადმოსახედიდან კიდე უფრო ვაფასებ ჩემი მშობლების აი ამ დამოკიდებულებას, ჩვენ სამი დავართ და ისეთი ნდობა გქონდათ ჩვენი და ისეთი დამოკიდებულება გქონდათ ჩვენს მიმართ, რომ სხვანაირად ვერც წარმომედგინა, რომ აი რაღაც სხვანაირი მშობლები არსებობენ ან სხვანაირი ურთიერთობა. აბსოლუტური უპირობო ნდობა გქონდათ ჩვენი. უფროს დას თავის მეგობრები ყავდა, მე ჩემი უმცროს თავისი, მაგრამ ეს ჩვენი მეგობრები ყველა მოდიოდა ჩვენ სახლში. მაშინ კიდე აი სხვა ურთიერთობები იყო და არ იყო ეს კავშირები ესეთი მარტივი და არ იყო კიდე ბევრი წასასვლელი და უფრო სახლებში დავდიოდით ერთმანეთთან და ამას ძალიან დიდი პლუსი ის ჰქონდა, რომ ჩვენი მშობლები იცნობდნენ ჩვენს მეგობრებს, სამეგობრო წრეს. მე ხშირად უნივერსიტეტიდან მოვსულ ვარ და ჩემი მეგობრები სახლში დამხვედრიან და სადილობდნენ და მით უფრო რომ დედა იყო ძალიან ყურადღებიანი ადამიანი, უყვარდა რომ მიექცე, აი თუნდაც როდესაც პიონერთა სასახლიდან მოდიოდით, მოსწონდა რომ გამასპინძლებოდა მათ, რამდენადაც ვიცი. ასეთი იყო და
მე ვფიქრობ, რომ мама კიდე უფრო მეტად საუზმეები ხდებოდათ ხოლმე დედას. мама, ეს მამას ეხებოდა, დედა თვითონ ვერ იცლიდა ამისთვის. ნუ ეხა მამაც ყველა მუშაობდნენ ორივე, მაგრამ мама კიდე სხვანაირად გვანებივრებდა ამ სამ გოგოს. ეს იყო დილით გამზადებული. ხო და გათბობაზე, მაშინ გათბობა იყო ყველა სახლში და სკოლის ფორმებს გვითბობდა. თბილად წავსულიყავით ზამთრის პერიოდში და მე წინდა რომ მე ამ საუზმეს არ მივირთმევდი და რაღაც, ნუ აი ესე და ჩემ მეგობრები ყველა უყვარდა ჩვენთან სადილი, იმიტომ რომ ნუ რაღაც მართლა კარი გაიღებოდა თუ არა, იწყებოდა პირდაპირ სუფრის გაშლა და იმიტომ რომ ეს იყო რაღაც მართლა ყველასთვის საყვარელი. ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდით, მაგრამ იტევდა ეს სახლი სიყვარულში იზრდებოდა. დღესაც ვერ ვხსნი ჩემ დაბადების დღეზე როგორ ეტეოდა ამდენი სტუმარი. გიყვართ თქვენი დაბადების დღე? მიყვარს კი, იმიტომ რომ რაღაც ჯერ ერთი გაზაფხულია და რაღაც კარგი განწყობაა და მოდიანი მართლა ეს ჩემი საოცარი მეგობრები და დღემდე ესე ვატარებთ კი მშვენიერს, ასე რომ როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი დაბადების. ფანტასტიკური მშობლების შვილი ხართ, მაია. მე ვიცი რომ ორი სხვადასხვა პოლუსზე მცხოვრები ადამიანი, მაგრამ ძალიან დიდი ჰარმონიით. აი როგორ ხდებოდა. ხო, და ეხლა სხვათა შორის ამით ვხსნი. მე თვითონ როცა ვფიქრობ, აი ჩემ თავზე ყველა ადამიანი ფიქრობს ალბათ, აი რანაირი ვარ, რა ხასიათის ვარ, როგორი ვარ, აი ხო შეიძლება ესე გვერდიდან შენი თავი დაინახო და დაახასიათო. ძალიან კონტრასტული ადამიანი ვარ, აი ძალიან განსხვავებული თვისებები, ხასიათი ისი. და ამას ვაბრალებ, რომ ეს ჩემი მშობლები იყვნენ საოცრად, აი მართლა ძალიან კონტრასტული ადამიანები, მაგრამ ნუ ეს ღირებულებები ქონდათ ერთი, აი საფუძველი რაღაც და საერთიანებდათ. ისე კარგად ავსებდნენ ერთმანეთს და ისეთი ჰარმონიული ოჯახი იყო და ისეთი სიყვარული იყო ჩვენს ოჯახში. რომ რაღაც მე ძალიან დიდხანს მეგონა რომ ყველა ოჯახში ასე უყვართ შვილები და აი ასეთი ნდობა აქვთ და ნუ მე რაღაც უფრო დიდ ასაკში გავიგე რომ ესე არ არის. აი ეს ხატი რაც შეგექმნათ თქვენი ოჯახიდან გამომდინარე, აი ცოლქვის ინსტიტუტი, ოჯახის ინსტიტუტი ზოგადად დაგეხმარათ სამომავლო თუ პირიქით? ყველა ოჯახი ერთმანეთს არ გავს ისევე როგორც ადამიანები ყველა გავსყავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ აი ის არსის მთავარი რაც არის, რაშიც ჩვენ გაავიზარდეთ, რასაც ვუყურეთ, ხო? და არასდროს არ ქონდათ ჩემ მშობლებს აი რაღაცა ესეთი, აი დიდაქტიკური ტონი და რაღაცა ესეთი, აი ეს არასდროს არ ყოფილა ჩვენს სახლში. არც პატრიარქატი როგორც ხვდები, რაც მაშინ სუფევდა სამწუხაროდ. არა, დედა ჩემი ისეთი მე ვფიქრობ, რომ დედა ჩემი პირიქით იმ დროს მე სულ ყურებდი ხოლმე და სულ არ გავდა სხვა დედებს დედა ჩემი, იმიტომ რომ აი ხა სხვა დედები მინახავს თავზე სახლში ბიგუძებით, რაღაცნაირი ხალათებით, რაღაც კარგავენ, ან კერავენ, ან აცხობენ, არა, დედა ჩემი არ იყო ესეთი ხალი, დედა ჩემი იყო ძველი კალათბურთელი, ძველი როგორ თავის სკოლის პერიოდში და სტუდენტობის პერიოდში თამაშობდა კალათბურთს და აზარტული ქალი იყო, სპორტული ადამიანი იყო, ჯერ ერთი ნუ არაცდენდა და საოცარი ენერგიული ქალი იყო და ეხლაც მიკვირს როგორ ასწრებდა ამდენ რამეს, რომ ეს სამივე შვილი, მარტო მე კი არ დავყავდი, ჩემი დებიც დაყავდა. სპორტზე ინგლისური მუსიკა არ არსებობდა პრემიერა, სპექტაკლი, ახალი ფილმი, კონცერტი, ყველგან დავყავდით, ყველაფერს ასწრებდა. სტუმრად მისვლა, სტუმრის მიღებას, ხო და კულტურას გაზიარეთ დედამ. ნამდვილად. და სულ სახში სულ მახსოვს დედა ჩემი სულ მღეროდა, სულ ღიღინებდა თავისთვის, ხო და ძალიან ბევრი სიმღერები სხვათა შორის ვიცი დედა ჩემისგან და აი ახლა ამდენი წელი რო გავიდა, ახლა ვხვდები როგორი კარგი გემოვნება ქონდა მუსიკალური ამ ადამიანს, იმიტომ რომ ახლა აი ეს ახალი თაობა, პატარა ბავშვები ახალგაზრდები ღერიან აი იმ სიმღერებს. გემოვნების მიმართ რომ თქვენ საშნელი პროტესტი გაქვთ მართალია ალბათ, ხო? კი, მაქვს.
კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, განსაკუთრებით როცა ეს ხელოვნებას ეხება, როცა ადამიანით გახარ ცოტა ამაღლებულ სივრცეში, სცენაზე და შენ გამო მოდის დარბაზი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მე საერთოდ გემოვნება ვთვლი, რომ ეს აუცილებელი რამ არის და მით უმეტეს აი ამ პროფესიაში. თანდაყოლილი ნიჭია? ხო, მე ვფიქრობ, რომ გემოვნება ისევე როგორც მუსიკალური ნიჭი არის, ესეც რაღაც საჩუქარი არის და მით უმეტეს სულ ვფიქრობ, რომ აი ხელოვანს თუ არ აქვს განსაკუთრებულად მოეთხოვება შემოქმედ ადამიანს, აი ეს ოქროს შუალედი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვამბობთ, ეს არის შეიძლება იყო ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ აი ღალატობდეს ამის ინტუიცია არ აქვს და ვერ გრძნობ და ან რაღაცას ზედმეტს აკეთებ, აი ოქროს ზღვარს ან ზევით ხარ, ან ქვევით ხარ და ეს ორივე არის ცუდი. ამსტერდამში როდესაც აღმოჩნდით პირველად და იქ ძალიან ბევრი ჰიპი იყო. აი როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ ადამიანებზე, ნიჭიერ ადამიანებზე? იცი რა, ჯერთი ძალიან პატარები ვიყავით მაგ დროს. ეს ის პერიოდი, აი მართლა ჰიპების ძალიან დიდი მოძრაობა იყო და რაღაცა გაყარეს ყველა ქვეყნებიდან და მოკლედ ამ ყველაზე ესეთი ლიბერალური და თავისუფალი ჰოლანდია. და თქვენც პატარები იყავით. ძალიან პატარები და ამათთან ჩავიდნენ ეს ჰიპები და სამციურზეა საუბარი. ხო და ჩვენ ნუ მაშინ 11 წლის ვიყავი და ეხლა ვიცოდით რა თქმა უნდა რომ ეს მოძრაობა არსებობს, ეხლა კი ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, მაგრამ ესეთი ჩაკეტილებიც ესეთი საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული და ყველასთვის მისაბაძი ბავშვები იყავით. კი, ვიყავით, ხო და თან მოვხვდით უცებ აი მართლა ესეთ ქვეყანაში. და საკმაოდ დიდხანს ვიყავით ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობდით და ნუ მართლა ძალიან ბევრი ეს ოჯახებით იყვნენ, პატარა შვილები ყავდათ, ზოგს სადარბაზოებში ეძინათ, ზოგს რაღაც ამ ნავებში და რა ვიცი, ჩვეულებრივი რაღაც ეს გრძელი თმებით, ცოტა ესეთი თლაც სუბთათ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ნუ არ გქონდა ესეთი რეაქცია, ხა რო გითხრა. იცი რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო, უნდა თქვა, რომ ძალიან მშვიდად და ძალიან ღირსეულად აღვიქვამდით ყველაფერს. არაფერზე არ გქონდა ის, თუმცა იქ ყველაფერი იქ რაც ხდებოდა ეს ჩვენთვის უცხო იყო, მაგრამ აი ძალიან თავშეკავებულად და ძალიან ისე თუმცა თავშეკავებულები არ იყავით, როდესაც სათამაშოების მაღაზიაში მოხვდით და რბილი სათამაშოები თქვენ სიმაღლე თოჯინები. მაგრამ გაუმართლა ჩვენს პედაგოგებს, რომ კვირადღე იყო და დაკეტილი იყო ეს მაღაზია, თორე იმ ხელა სათამაშოები იყო, რომ ყველას მოგვინდა უზარმაზარი სენ-ბერნარის ძაღლი იყო და გვინდოდა ამის ყიდვა, მაგრამ ძალიან გაეხარდათ, რომ აღმოჩნდა მაღაზია დაკეტილი. მოქონდა რა, ძალიან ბევრი საჩუქარი იქიდან, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი თანატოლებისთვის, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც აქ არ იყიდებოდა აი ეს საღეჭი რეზინი. კამფეტები არაჩვეულებრივი იყიდებოდა ჩვენთან, უგემრიელესი, მაგრამ იქ რაღაცა უცნაური კამფეტები იყო, სხვანაირი შეფუთვა იყო, ეს საღეჭი რეზინები არ იყო და აი ჩვენს არ ვიშურებდით მოკლედ ჩვენს ბიუჯეტს და ჩვენს იმას ძალღონეს და მოგქონდა, იმიტომ რომ ესეთი ბედნიერება, როცა შენ მეგობარს ახარებ, აი ამ ბავშვები ვიყავით პატარები, ისინიც ჩვენ ისიც გვეყოფოდა, რომ ამ ქვეყნებს ნახულობდით და მოგზაურობდით. დღემდე ამ ხლა სიამოვნებას განიჭერთ, როდესაც თქვენს მეგობრებს ანებიურებთ, ახარებთ? კი, მიყვარს ძალიან, მიყვარს, როდესაც შემიძლია რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც მას ესიამოვნება ან გაახარებს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, იმაზე ძალიან მე მიხარია. როგორ გაუმკლავდით იმ სირთულეს
ყველა დიდი დადებითი იყო, მაგრამ სირთულე დაგვექვა მაინც, როდესაც ასეთ პატარა ასაკში ტრანსპორტით როცა დადიოდით, ყველა გეფერებოდათ, ყველა უამრავ კომპლიმენტს გეუბნებოდათ. ყველაზე პოპულარული ადამიანები იყავით, მოსაფერებლები თანაც იმ ასაკში. რთული არ იყო აი ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გაძლება? არა, ვერ გეტყვი რომ რთული იყო, ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ იცი რა, აი რა არ მომწონდა, იცი რომ მომეფერებოდნენ რაღაცა, ბევრ კომპლიმენტს მეტყოდნენ რაღაცა, ოღონდ ბოლოს, ნუ ყველა არა, მაგრამ ნუ ზოგი დააყოლებდა ესე, ოღონდ თავში არ აგივარდეთ და ეს ისე მწყინდა, იმიტომ რომ აი ვერ წარმომედგინა, აი რა უნდა ამვარდნო და თავში, ან რანაირი უნდა გამხდარიყავი. ყველაზე გულწრფელი იყავით და ხო, არა, და ნუ მე ვხვდებოდი ხა რომ გავიზარდე, მე მივხვდი რომ ესეთი რამ ბავშვებს ემართებათ, ბავშვებს კი არა, ზრდასრულებს ემართებათ და რომ არსებობს თურმე ესეთი ვარსკვლავური დაავადება და რაღაცა, მაგრამ იცი რა, ეს ჩვენ მთელი ხიბლი იმაში იყო, აი ამ ზიურის გოგონების, რომ ძალიან სწორი ადამიანები იყვნენ ჩვენს გარშემო, ანუ სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ და თავად თქვენს და სიტყვა ეს ვარსკვლავი არ არსებობდა მაშინ და რეპერტუარიც საბავშვო იყო, ჩვენი მშობლები თუმცა უკიდეგანად მრავალფეროვანი, სხვადასხვა ძალიან მრავალფეროვანი, მრავალენოვანი. ჩვენ აი მახსოვს დილით გვეტყოდნენ, ხვალ მოდის უნგრეთის დელეგაცია და აი ხა უნგრულად უნდა ისწავლოს უკრაინულად, აზერბაიჯანულად, ნებისმიერ ენაზე დგებოდით და მღეროდით, ხო, მაგრამ აი ეს იყო რაღაც მეც არ მახსოვს ახლა რომ აი დედაჩემს ეთქვა ჩემზე ზედმეტი ან ზედმეტი კომპლიმენტი რაღაც რომ პირიქით ძალიან ისე თავდაბლად იქცეოდნენ ისინიც და ჩვენს ჩვეულებრივი ბავშვები პირიქით უფრო გვენატრებოდა იმ ეზოში თამაში მახსოვს კონცერტი და რომ მოვიდოდი ერთი სული მქონდა ამ 15 წუთსაც კი იყენებდით ზიურის ფორმას გავიხდიდი და პირდაპირ ეზოში ჩავრბოდი და თამაშობდი ყველაფერს აი დღევანდელი თაობის 10-11 წლის ბავშვები რომ წარმოიდგენ ამხელა წარმატებით. ნუ ერთ-ერთი პირველი პროექტი საბავშვო რომ დაიწყო მე ვიყავი ჟიურიში და მართლა საოცარი პროექტი არის ეს, ნუ ახლა მისი ანალოგი არის ეს რანინაც და მე ვთვლი რომ ძალიან კარგი პროექტია, არაჩვეულებრივი პროფესიონალები მუშაობენ და საოცარი ბავშვები მოდიან. და ძალიან მიხარია. მაგრამ იცი რა არის რომ აი ყოველთვის ძნელია გააკეთო პროგნოზი ბავშვზე. იმიტომ რომ ის რო იზრდება, არავინ იცის თვითონ მას რა მოუნდება მერე. ძალიან ბევრი არის რომ აღარ უნდა მერე გაყვეს ამ და გაიხადოს ეს თავის პროფესიად. ზოგი არის რომ ისე ეცვლება გარდატეხის ასაკში ხმარო უკვე როგორ მოხდა ის, რომ როდესაც სარკეს ჩაიხედეთ და თქვით, რომ არაუშავს გავადრო და მე ვიქნები. რას ნიშნავდა ეს ამოხსენით? რას ნიშნავდა და ჩემი დები იყვნენ ლამაზი გოგოები. თქვენ მართლა მიგაჩნდათ, რომ არ იყავით ლამაზი? ხო, მაგრამ სულ არ განვიცდიდი ამას. არ კომპლექსი არის, როცა რაღაცა გაწუხებს. არ მაწუხებდა, არ მომწონდა. მე ვარ ობიექტური ადამიანი. ნინოს ქონდა ლამაზი ცისფერი თვალები, რუსოს მწვანე თვალები და რაღაცა ესენი რო ეჩხვლიტებათ და კარგი რაღაცა ფერადი. როგორ თქვენს გეჩხვლიტებათ? ქერა რაღაცა კარგი ბავშვები იყვნენ და მე ვიყავი უფრო მუქ ფერებში. ოღონდ ისინი მომღიმარი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მე არ ვიღიმებოდით და რაღაცნაირი ესეთი კოპებს შეყრილი ბრაზიანი ბავშვი ვიყავი. მე არ მომწონდა ჩემი თავი, მაგრამ სულ არ ვდარდობდი ამას. აი არანაირად არ მაწუხებდა ეს ამბავი. და უბრალოდ აი ეს ვარცხნილობა ბებია ჩემო რაღაც საშინელება რომ გამიკეთა თავზე და მოვიგლიჯე. აი უბრალოდ მაშინ ვუთხარი ჩემ თავს რომ არა უშავს მეთქი, მე გავიზრდები და მე ვიქნები. აი ეს ვუთხარი ჩემ თავს და აი რა იყო ეს? დღემდე ვერ ამოხსნა. ხო, აი რო ამბობენ რომ გააგზავნო კოსმოსში რაღაცა, ეთყობა აი ეს იყო. დღეს მოგწონთ თქვენი თავი? იცი რა არის? მე არასდროს არ მიფიქრია იმაზე რომ მე ვარ ლამაზი, მე ვარ ესეთი, მე ვარ ისეთი. აი
როგორიც ვარ, მე ვარ კომფორტში ჩემ თავთან. ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეს არის ჩემთვის საკმარისი, იმიტომ რომ მე თვითონ ესთეტი ადამიანი ვარ და იმდენი ლამაზი ადამიანი დადის, გოგოც, ქალიც, მოხუციც, ბიჭიც, კაციც, რომ მე ამას აღვიქვავ და მე ეს მსიამოვნებს, მაგრამ ის როგორიც მე ვარ, მე ეს მაგმაყოფილებს და არასდროს არ მიფიქრია დაუშვათ რაღაცის გადაკეთება, რაღაცის შეცვლა. ბაია, როგორ გადაწყვეტეთ, რომ ინგლისურის ფაკულტეტზე ჩაგებარებინათ? რაღაც არ წარმომიდგენია, რომ ეს იყო თქვენი მოწოდება. ხო, ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო მამას თხოვნა. იმიტომ რომ მე მინდოდა თეატრა, მსახიობობა მინდოდა და ნუ რაღაცა ვიფიქრე, რომ კარგად შევათავსებ ამ ჩემს ვოკალურ მონაცემებს, ვიმღერებს, სცენი, იმიტომ რომ მე რაღაც პატარა სასახლეში ასევე მუსიკალური სპექტაკლი იყო დადგმული, იქ ვთამაშობდი მთავარ როლს და ეს მომწონდა ეს სცენაზე თან მღეროდი, მიუზიკლი იყო, ხო. მაშინ იმ დროს ოპერეტა ერქვა, ხო, მიუზიკლი ქვია. და მომეწონა რაღაც ეს ჟანრი. და რაც ვიფიქრე, რომ თან მიყვარს ძალიან თეატრიც, ძალიან მიყვარს და კინოც და მინდა თავი შევიქო, რომ კარგი ინტუიცია მაქვს, სწორად ვხვდები ყველა რაღაცებს და კარგ თამაშსაც და კარგ მსახიობსაც და კარგ სპექტაკლსაც, კარგი ალღო მაქვს და მინდოდა. მაგრამ აი რომ დადგა ეს პერიოდი, რომ უკვე უნდა ჩაგვებარებინა უმაღლესში მზიურელებს, უმრავლესობა უნივერსიტეტში წავიდა. და მაშინ აი მამა ჩემი ძალიან ესეთი კაცი იყო, ყველაფერს მისრულებდა ცხოვრებაში და ერთადერთხელ მთხოვა რაღაც რომ იქნება აი ინგლისურზე ჩააბარო და მაინც ხო უნდა იმღერო და აი რო გეცოდინება ეს კიდე ინგლისური ესეც ხო შენთვის კიდე ერთი ის იქნებაო პლუსიო და ხო კარგი მეთქი და ჩავაბარე ასე უნივერსიტეტ დასავლეთ ევროპა დავამთავრე. ალბათ მუდამ იყავით განებივრებული ბიჭების ყურადღებით, ხო? კი, რა ვიცი. არ მქონია ახლა მაგის ის რომ რაღაც ეს სიყვარული როდის მოვიდა თქვენს ცხოვრებაში, პირველი სიყვარული? ნუ ეს იყო ალბათ 15 წლის ასაკში, 15 წლის ვიყავი, რასაც ქვია შემიყვარდა და ეს იყო და ისე მე ვფიქრობ, რომ სიყვარული არის უწყვეტი პროცესი. სანამ ხარ ცოცხალი, მანამდე გრძელდება ეს პროცესი. ეს არ აქვს მნიშვნელობა ერთი ისტორია დამთავრდა, რამდენ ხანს გაგრძელდა. ადამიანი, მე პირადად ესე მგონია, სანამ ცოცხალი ხარ და სანამ გიხარია ამ სივრცეში შენი ყოფნა, სულ გიყვარს, სულ და ალბათ ცოცხალი ხარ მაშინ, როცა გიყვარს. რა თქმა უნდა, ხო, და იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანი მოვიდა სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის. არჩევანია ბედნიერება თუ ბედის წერის ნაწილი? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ბედის წერაც არის, მაგრამ ჩვენი ხასიათიც არის, რა თქმა უნდა, კი. ერთად არის ორივე. არსებითი რაღაც საკვანძო, რაღაცა თარიღები და რაღაცა დღეები ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის წერა, აი ბედის წერა, კარმა, მაგრამ იქიდან იქამდე აი ეს მანძილი ეს უკვე ჩვენი ხასიათია, ეს უკვე ჩვენი ნაბიჯებია და ჩვენი გადაწყვეტილებებია. სურვილი რომ ვიყოთ ბედნიერი. სურვილი, ან ხან შეცდომა, ხან რაღაცა შიში, ხან გამბედაობა. შიშის დაძლევა. არ ფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია? ხო, მე ეს ჩემი აი დევიზია, მე ჩემს შვილებს და ჩემს ახლოს ბავშვები, ვინც არიან ბავშვებს ვეძახი ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ყველას ვეუბნები, არ შეგეშინდეს. მთავარი არის, რომ არ შეგეშინდეს აი ამ გზის გავლა. რა ასაკში იყავით, როდესაც თორნიკე შეგეძინათ თქვენი უფროსი შვილი? 26 წლის და ჩამიწერეს გვიანი მშობელი. იმ პერიოდში მე უკვე ესეთი ხანდაზმული ვიყავი, რომ გავაჩინე შვილი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ძალიან პატარები თხოვდებოდნენ და ძალიან არ მომწონდა ეს ფაქტი, რომ ესეთი პატარები თხოვდებოდნენ და ბიჭებს როცა საერთოდ ცოლი მოყავდათ მაგასაკში, ამაზე სულ გიждდებოდი. მზად იყავით დედობისთვის, როგორ ვფიქრობ? კი, აი მაგასაკში უკვე მთელი ჩემი არსებით მინდოდა, რომ შვილი მყოლოდა, იმიტომ რომ
რაც იყო გასაკეთებელი, ყველაფერი მე გავაკეთე იმ დროისთვის და აი ყველაფერი მქონდა, სავსე ვიყავი ყველაფრით და აი ეს უკვე მივხვდი, რომ აი ეხლა რაც მე მინდა ყველაზე ძალიან ეს იყო შვილი. და რაღაცნაირად ყველაზე მნიშვნელოვან როლად მაინც მგონია რომ დედობა მოერგეთ, იმიტომ რომ სამი ძალიან წარმატებული თავის სფეროში შვილის დედა ხართ და ვფიქრობ რომ ეს დიდწილად თქვენი დამსახურებაა. ხო, არ ვიცი, იცი რაღაცა ეს ბევრად ჩემზე მაგარი დედები არიან და მშობლები არიან, მე ვერ ვიტყვი ხა რომ მაგრამ თქვენ რაღაცა გამოირჩევით იმით, რომ ყოველი თავისუფალი წუთის გატარება თითქოს თქვენ შვილებთან მე აი რითიც შემიძლია რომ მართლა ვიამაყო, ეს არის რომ ჩემი შვილები მე გავზარდე. მე შემეძლო დავუშვა დამხმარე ამეყვანა ის, მაგრამ მე არ მინდოდა. მე მინდა რომ ჩემი შვილი მე თვითონ მინდოდა რომ გამეზარდა და მე ვთვლი რომ ყველა დედამ თვითონ უნდა გაზარდოს თავის შვილი. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. აი სულ ვფიქრობდი რომ აი ხა სადღაც ვიყავი დაპატიჟებული, იქ ვერ წავე, იმიტომ რომ აი თორნიკესთან ვარ, იმიტომ რომ აი ხა ლიზასთან ვარ, მაგრამ აი სულ მეცინებოდა ხა აი რა უნდა ხდებოდეს ხა ამაზე კარგი და ამაზე მნიშვნელოვანი. მაია რა ეტაპზე იყავით, როდესაც მოსკოვში წახვედით? და რაღაც ეტაპი იქ გაატარეთ თქვენ ცხოვრებაში. კი, აი ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აი აქ უკვე ძალიან არაფერი აღარ ხდებოდა, აი ის ჩაბნელებული დარბაზებში, ის კონცერტებიც დასრულდა და აი მართლა გაიყინა ყველაფერი პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით და უბრალოდ არაფერი აღარც სამღერი იყო, აღარც მატერიალურადაც ძალიან, ну თუ კონცერტი არ აგვაქვს, რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა შემოსავალიც არ აგვაქვს, ხო? და ну უკვე ეს იძულებული ვიყავი, რომ რაღაცა უნდა შემეცვალა. თან უკვე რაღაც ჩემი მშობლებიც უკვე იმ პერიოდში აღარც სამსახური არსებობდა, ყველა დაჯდა სახლებში გამოუშვეს და მივხვდი, რომ უკვე ჩემი ჯერია და რაღაცა უკვე მე უნდა ავიღო ჩემ თავზე. და წავედი მაშინ მოსკოვში და ჩამოუსვლელად, არც ერთხელ არ ჩამოსულვარ, ვიყავი 3 წელი. დიახ. მოსკოვში. და იქ დავიწყე სიმღერა, იქ ძალიან წარმატებული პერიოდი იყო, მე თვითონ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა. და ну იქიდან ვეხმარებოდი რა თქმა უნდა ჩემს მშობლებს და ჩემს დებს. ლიზაც დაიბადა მოსკოვში. ხო. აი ესეც მოვასწარი, ესე იგი რომ ამას ვახერხებდი ყოველთვის. კლიპიც კი გადაიღეს. კლიპიც გადავიღე, ალბომიც ჩავწერე, ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა კედლის კალენდარზე. დაგეგმილი ხო, უკვე თვეებით ადრე ვიცოდი სად რა კონცერტი მქონდა და ასე რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩემი კარიერული თვალსაზრისით, მაგრამ მაინც დაბრუნდით. ხო, ну არ არის ეს მაინც შენი სივრცე, არ ახარ ადამიანი ბოლომდე ბედნიერი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი. მაინც ჩემი ქვეყანა მინდა, ჩემი თბილისი მინდა და ჩემი სახლი მინდა. დღეს რომ გქონდეთ შემოთავაზება, რა სიზამთრით? ხო, ну ეხლა დღეს ამ პირობებში, როდესაც ესეთი ვითარება არის, ну ეხლა ამაზე არც განიხილება ეს თემა, რა თქმა უნდა, მიუღებელია ეხლა ეს ყველაფერი ჩემთვის. მე ვფიქრობ, რომ აქაც შვენივრად აი ეხლა ძალიან მიხარია, რომ აეწყო ეს ძველი ტრადიცია, როდესაც გასტროლებს ვეძახდით ჩვენ, ეს ზაფხულობით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მომღერალი, ყველა ჯგუფი, რომელიც არსებობდა მაშინ, სულ ყველა დავდიოდით გასტროლებს. დღეს ყველას აქვს კონცერტი, მოვიარეთ სხვადასხვა ქალაქები. ძალიან კარგი კონცერტები ტარდება და ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, იმიტომ რომ მარტო იმ ხალხისთვის კი არა, მსმენელისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ახლოს მიხვიდე შემსმენელთან და როგორი ბედნიერება არის ეს, როდესაც ის ხედავს შენ. რა თქმა უნდა, და ახლო კონტაქტშია. შეუძლია გადაიღოს ფოტო, ჩაგეხუტოს, მოგეფეროს და ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და დიდი ბედნიერება, რომ გვაქვს საშუალება, რომ ვიაროთ და ვუმღეროთ ჩვენს ხალხს. თუ არ ვცდები, თქვენ და ეკა კახიანს ერთობლივი მუსიკალური სასწავლებელი სტუდია გაქვთ. თუ კი, არა, პიონერთა სასახლეს ვეძახი ისევე. რესპუბლიკის სასახლე, სადაც კვლავ დავბრუნდით მე და ეკა ისევ იქ საიდანაც გავიცანით, სადაც ერთმანეთი და წამოვედით და იქ გვაქვს ჩვენი ისევ იმ ოთახში სხედვართ, სადაც ჩვენ პატარობისას მივედით. ეხლა ჩვენ გამოცდილებას ვუზიარებთ ახალგაზრდებს. კარგი გოგონები ყავს, ძალიან კარგი. ძალიან უკვე რამდენიმე წელია გაიზარდნენ უკვე ჩვენ თვალწინ და ძალიან მომწონს კარგები არის. კარგი ახალი თაობა მოდის მუსიკალური თვალსაზრისით. კი. კარგები არიან, საერთოდ კარგი ბავშვები არიან და მე ვფიქრობ, რომ უფრო მე საერთოდ არ მიყვარს რაღაცა, როცა კრიტიკულად არიან განწყობილები ახალი თაობის მიმართ და რაღაცა სულ ესეთი ჩასაფრებულები რო არიან და რაღაცას ეძებენ. აი დღესაც იგივე მღელვარება გაქვთ სცენაზე გასვლამდე 10 წამით ადრე თუნდაც. რაც რაც უფრო დიდხანს დგახარ, მით უფრო არ ნელდება ეს მღელვარება. რაღაცა უფრო მეტი რამე იცი, როცა ბევრი რამ არ იცი, არც გეშინია ისე და არ ღელავ და რაც უფრო მეტი რამ გინახავ სცენაზე და მეტი გამოცდილება გაქვს, მით უფრო მე სულ ვიძახი, სცენაზე შეიძლება მოხდეს ყველაფერი. აი რა, სულ მეკითხებიან, ყველაფერი. ხო და აი ეს ბევრი ყველაფერი არ, მაგრამ ძალიან ბევრი რო გინახავს, აქედან გამომდინარე ხა საშინელებებს კი არ ფიქრობ, ეს უკვე შენი უნარი არის რომ ამას მოერიოდ, იმიტომ რომ პროფესიონალი ხარ და კიდე კარგი ნერვული სისტემა უნდა გქონდეს, როცა სცენაზე გადეხარ. ეს ვინც არ მდგარა სცენაზე, იმისთვის არის ძალიან იოლი პროფესია და არავინ იცის ეს რა ნერვების ფასად ჯდება. მე მახსოვს ბარბარა სტრეიზანდის ინტერვიუში რატო გაქვთო ესე ცოტა სოლო კონცერტიო ჩატარებულიო და იმიტომ რომ არავინ არ იცის მე ეს რა ნერვების ფასად მიჯდებაო და აი ამიტომ არ მიყვარს აი კონცერტის დღეს მე არსად დავუშვათ, არც გავალ, არც მაღაზიაში, არც ვიღაცას არ ვნახავ, არც ვილაპარაკებ იმ დღეს, არ მოვყვები რაღაც ამბებს. ის კი არა, აი რომ ვხედავთ საგრიმეოროში და ერთმანეთს უყვებიან ამბებს და იცინიან და რაღაცა ისტორიებს ყვებიან. მე გავდივარ ხოლმე, არც ვისმენ და არც ვერთვები. იმიტომ რომ აი ამ დროს მე თან ვარ იქ და თან რაღაცა ჩემი ისა მაქვს რაღაც ესეთი სკაფანდრით რაღაცას ვისხლით. ან ვიღაცა ყვება რომ ცუდად არის, ყელის ტკივა, ხმა ის აქვს, არც ამას არ ვისმენ და იმიტომ რომ ეს არ მჭირდება. ხმა დაგიკარგავთ. გერმანიაში რო ჩავფრინდით, ეს მზიურის პერიოდში დამემართა. რო გავედით ტრაპზე, ჩავედით, შევედი აეროპორტში და კაცის ხმა მქონდა. აი ესეთი აკლიმატიზაცია იყო. როგორ უშველეთ და გაზაფხულის პერიოდი იყო და არ ვიცი ახლა რა კლიმატი იყო ესეთი, აი რა მომივიდა და თან ძალიან დიდ დარბაზში პირდაპირ ტრანსლაცია იყო, პირდაპირ გადაცემდნენ სხვადასხვა მონაწილეები იყვნენ და უნდა მემღერა მოცარტის იავნანა აი ამ ხმით და აი არ ვიცი მაშინ რა ვუთხარი ჩემ თავს და როგორ ხმა დაგეპლეხე. მე გავედი და ვიმღერე სუფთად, სწორად, ყველა ნოტი სწორად ავიღე. უდრო შემოbrunდი ისე ესეთი კაცის ხმა მქონდა და აი ეს აკლიმატიზაციის დროს კი ერთი-ორჯერ მქონია ესეთი რამე. აი ურთულესი პერიოდი იყო თქვენ ცხოვრებაში, როდესაც თქვენი უსაყვარლესი უფროსი დაკარგეთ, რომელიც გარდაიცვალა სრულიად მოულოდნელად. ხო, ნინო. ხო, იცი რა არის, მე საერთოდ
როცა რაღაცა ვერ ვლაპარაკობ, როცა რაღაცა მტკივა, იმაზე ვერ ვლაპარაკობ და ნინო არის ესეთი თემა არის ჩემთვის, ვერ ვლაპარაკობ ამ თემაზე. სახლშიც კი ვერ ვლაპარაკობ, არც იქ არ მივდივარ. ხო, მესმის. აი რაღაც ჩემ ვერ მივიღე ეს ფაქტი და ვსო. მიუღებულად. ხო. აი ესე ჩავკეტე და არ მინდა ვსო, აი ეს არის. მესმის და მოდით პოზიტიურ თემაზე ვისაუბროთ, მაშინ თქვენს შვილებზე. გულწრფელად მაინტერესებს ლიზას ფონზე ჭრდილქვეშ ხო არ გრძნობენ თავს თქვენი შვილები, თორნიკე და ნიკუშა. არა, პირიქით ლიზას ისეთი გულშემატკივრები არიან ორივე. ნუ ჯერ ერთი თორნიკემ შემიძლია ვთქვა, რომ ლიზა გაზარდა, იმიტომ რომ მოსკოვში ხა თორნიკე თვითონ 10 წლის იყო და ლიზა მე რო კონცერტი მქონდა, გავარდებოდი და თორნიკეს ვუტოვებდი, ისე მშვიდად და წყნარად არ ვღელავდი, იმდენად მჯეროდა, რომ თორნიკე ამას მოუვლიდა არაჩვეულებრივად და დილის 6 საათზე დგებოდა და ლიზას კვება მოქონდა რამოდენიმე კვარტლიდან და ისეთი ბედნიერი იყო, აი ესეთი აღაშღაჟებული ლოყებით ამ ყინვაში და იყო ბედნიერი, რომ აი საჭმელი მოუტანა ლიზას. ნუ ეს ეკუთვნით 1 წლამდე ბავშვებს ეს კვება და მერე ნუ ნიკუშა ძალიან დიდი სხვაობა თორნიკეს და ლიზას და ნიკუშას შორის არა, მაგრამ ლიზა რო აი პროექტებში მონაწილეობდა, იქ მახსოვს სულ აჩვენებდნენ ხოლმე ნიკუშას კადრებს. ეს როგორ ნერვიულობდა და როგორ აცრემლებული თვალებით როგორ განიცდიდა ლიზას ან აუთსაიდერებში თუ დააყენებდნენ ან გამოუშვებდნენ პროექტიდან ბოლომდე კი აღწევდა, მაგრამ ბოლოს ხო აი როგორ გულშემატკივრობენ. არა, პირიქით ლიზაზე ვერ ვიტყვი ამას. ძალიან არა აქვს. დიდი გუნდია შეკრული, როგორც ხდება თქვენი შვილები. და იცი რა მომწონს ყველაზე ძალიან საოცარი იუმორი აქვს სამივეს. როგორც თქვენ. ისე ხარხარებენ ერთად რო იკრიბებიან და იმ ოთახში შევლენ. ნუ საოცრად იცინიან და ძალიან კარგია ეს და რაღაცა ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ, ყველაფერს უყვებიან ერთმანეთს და ერთმანეთის მესაიდუმლოებიც არიან და ერთმანეთის აზრსაც ითვალისწინებენ და ეს ძალიან კარგია. გიფიქრიათ როგორ დედამთილი იქნებით? დედამთილი ვიყავი ცოტა ხანს, მაგრამ მე სამწუხაროდ დაშორდნენ ერთმანეთს და ცოტა ხანი ვიყავი, მაგრამ იცი რაღაცა აი ეს დედამთილი რაღაცა სტერეოტიპიც, აი იმიტომ რომ მე თვითონ არ მომწონს აი ეს რაღაცა როგორიც არის, აი ეს წარმოდგენა რაღაცა რძალი, დედამთილი, რომ აუცილებლად რაღაც ეს მოდის რაღაცა ისეთი სტერეოტიპი, რომ უნდა კონფლიქტი იყოს თუ ან რაღაცა ჩასაფრებული იყოს. საბედნიეროდ აღარ არის. ხო და ძალიან კარგი რომ ესე არ არის და იმიტომ რომ მე არ ვიცი რანაირად უნდა ვიყო, რა არის დედამთილი, ვარ ადამიანი, რომელიც ვეურთიერთობი ზრდასრულ გადასარევ ადამიანს და მე შემიძლია ნებისმიერ ასაკის ადამიანთან საერთო ენა მოვძებნო და ვისაუბრო რაზეც გინდა და მოგისმინო რაზეც გინდა. ამიტომ მე არა მაქვს, არა ვარ დედამთილი ტიპი თვითონ, რომ აი ეს იქ რატო დადო, რაღაც ტექსტები რომ ესმის ხოლმე ძალიან მეცინება და ან აი რაღაცა ცოტა დაწყობილი სახებით რო ყვებიან ამბებს, არ მქონია ეს არც დედამთილის მიმართ და არც მე არ ვიქნები ეს. ბატონ ვახტანგზე მინდა გითხოთ, ვახტანგ ქუთათელაძეზე, რომლისთვისაც ძალიან დიდი სიყვარული ხართ. ვიცი რომ ბევრს არ საუბრობთ თქვენს პირად ცხოვრებაზე და ასევე ვიცი რომ სრულიად სხვანაირს ვიცნობთ და სხვანაირად მზრუნველი ადამიანია თქვენს მიმართ, შვილების მიმართ. აი ორიოდე სიტყვით რომ მომიყვეთ თქვენს ურთიერთობაზე. მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცრად, საოცარი ადამიანია, საოცარი იუმორი აქვს, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია და რა ვიცი ახლა ხოცი ნათქვამია, როცა ბედნიერება სიჩუმე უყვარს და მე შემიძლია რომ გავჩვიდები. ხო, იმიტომ რომ ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის
ყველაზე ღირსეული ადამიანი მე ვისაც შევხვედრი ვარ. და ეს არის ჩემთვის სწორებაც და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი შვილები უყურებენ ასეთ ადამიანს და ყოველ დღე რაღაცას სწავლობ ამ ადამიანისგან. ადამიანობას სწავლობ და როგორ უნდა მოექცე სხვას, როგორ უნდა აპატიო სხვას, როგორ უნდა დაუთმო, არ ვიცი, აი ყველაფერს. და ყველაზე კიდე საოცარი ის არის, რომ არ არსებობს კითხვა დაუსვა და იმაზე პასუხი არ ქონდა. არ თან ძალიან შვიდა და ძალიან სიღრმისეულად არ ამიხსნას ყველაფერი. ვერ დავამთავრებ ინტერვიუს ისე, რომ არ გაგახსენოთ მამის რჩევა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვებათ. ხო, მამა უკვე ძალიან ავადრო იყო. ხო, მითხრა ასეთი რამ, რომ ის ხედავდა, რომ მე არ ვიყავი ესეთი ბედნიერი ისეთი როგორც უნდა ყოფილიყავი და არ ვიმჩნევდი, მაგრამ ნუ ის რა თქმა უნდა ამას ხვდებოდა და დამიწახა ესე და მითხრა რომ შენო მე ნუ მიყურებო მითხრა. ის ხვდებოდა რომ მე მისგან მას ვერიდებოდი და მე ნუ მიყურებო, გააკეთე ისო რაც უნდა გააკეთო. და უნდა გააკეთო ისო რომ უნდა იყო ძალიან ბედნიერიო მითხრა. შენ ხარო ძლიერი ადამიანიო, შენ ამას შეძლებო და რამდენჯერაც დაგჭირდებაო, იმდენჯერ დაიწყე ნოლიდან, ოღონდ მანამ სანამ არ იქნები ბედნიერი. შენ უნდა იყო ბედნიერი. და მე მართლაც ნუ მე მამა ძალიან მალე გარდაიცვალა და მე რომ გავაკეთე ჩემი კონცერტი. არა, მე სწორედ აი ესეთი კონცერტი, როგორიც დედასაც უნდოდა. აი მაშინ მე ბოლოს მადლობა გადაუხადე მსმენელს და მაშინ ვთქვი სცენიდან, რომ მე შევპირდი ჩემ მშობლებს, რომ მე ვიქნები ბედნიერი და მე შევასრულე. ძალიან დიდი ბედნიერება. ალბათ თქვენს შვილებსაც იგივე სურჩათ მუდამ, ხო? აუცილებლად ყველა ბავშვი, ყველა შვილი უნდა იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის და ისინი მიხვდებიან, რომ ასეთი უნდა იყო, ასე უნდა იცხოვრო. ჩვენ ვართ მაგალითები, ისევე როგორც ჩვენი მშობლები იყვნენ ჩვენთვის მაგალითები. თქვენ რას ნანობთ ამ გადმოსახედიდან ყველაზე მეტად? ვნანობ? არაფერსაც არ ვნანობ. არ ვნანობ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც გადავდგი, რა ნაბიჯიც გადავდგი, ეს იყო ყველაფერი ჩემი გადაწყვეტილება და არაფერს არ ვნანობ. რითი ამაყობთ რომელი ეპიზოდით? აი, როდესაც ძალიან რთული სიტუაცია მქონია და მძიმე, აი მაშინ ძალიან ну როგორ თქვა მოვიქეცი არ შემეშინდა ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მე ღირსეულად მივიღო ეს და ღირსეულად გავიარო ეს განსაცდელი და მე ასე ვიქცევი. არავის გინდათ ბოდიში მოუხადოთ? ბოდიში? არ ვიცი, მე არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ნუ ვცდილობ რომ ისე ვიცხოვრო რომ ბოდიშები არ მქონდეს მოსახდელი. ასაკის მატება გაშინებთ მაია? არანაირად. საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. როგორ ახერხებთ? არ მაწუხებს არც ნაოჭი, არც და საერთოდ ამ თემაზე გაუთავებლად რო საუბრობენ ადამიანები, ეს უკვე ერთ-ერთი ის არის რაღაც სიმპტომი, რომ ის უკვე დაბერდა. და თქვენ ძალიან შორეულ სიბერეს სად ხედავთ? რა თქმა უნდა, აქ ისევ მე თბილისის გარეშე არ შემიძლია, აი სუპირველად რომ წავედი თქო, რომ თქვი ჰოლანდიაში და
ბევრი რამ მომეწონა, ბევრი რამ ვისურვე, რომ აქაც იყოს ისეთიო, და ასეთი, ისეთი და რაღაცები მოუყევი ჩემს მშობლებს, ჩემს მეგობრებს, აი რა მომეწონა და რა იყო ისეთი, რაც აქ არ იყო დაუშვათ. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი მეთქი, რომ აი აქ მინდა ცხოვრება მეთქი. წავიდე, ვიმოგზაურო, ვიმღერო, ბევრი რამ ვნახო, ბევრი რამ ვისწავლო, მაგრამ ისევ აქ მინდა. მე თბილისის გარეშე მე არ ვიქნები. თბილისში მინდა გხედავდეთ, სულ სცენაზე მინდა გხედავდეთ და მუდამ ისმოდეს თქვენი ხმა. დიდი მადლობა, რომ მომეცდით ბედნიერება, რომ შანსი რომ გაგსაუბრებოდით. წარმატებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში და თქვენს პროფესიაში. მე კი ჩემს საყვარელ მაყურებელს მომავალ სეზონამდე, სექტემბრამდე ვემშვიდობები. არ მინდა დაგღალოთ ბევრი საუბრით, იცით რომ ძალიან მიყვარხართ, იცით რომ საუკეთესო წელი მქონდა და გულწრფელი სტორებით დაგიბრუნდებით სექტემბერში. დიდი მადლობა, მიყვარხართ.